ამერიკის შეერთებული შტატები არის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის. ამას რა თქმა უნდა თავისი მიზეზები განაპირობებს. ერთ-ერთი მიზეზია სწორედ ის, რომ ამერიკა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამომხმარებლო ბაზარი ალკოჰოლის და ღვინის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ საკუთარი ღვინო და აწარმოებენ და მოხმარება არის 60%-ზე მეტი, მაინც უფრო მეტად მოიხმარენ ასევე იმპორტირებულ ღვინოს. შესაბამისად, ქართული ღვინისთვის იგივე საფასო კატეგორიის გათვალისწინებით ჩვენი მიზანია რომ მოხდეთ პრემიალურ და საშუალო პრემიალურ სეგმენტში ამერიკის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ბაზარია, რა თქმა უნდა, სხვა ბაზრებთან ერთად, როგორიც არის დიდი ბრიტანეთის ბაზარი, გერმანიის ბაზარი, აზიაში სხვა ბაზრები და ასე შემდეგ. როგორ ჩაიარა გამოფენებმა, რამდენად დიდი იყო დაინტერესება მომხმარებლების მხრიდან და ზოგადად რამდენად მაღალია ცნობიერება ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის? ჩვენი მარკეტინგული მიდგომები ბაზრების მიხედვით, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. ამერიკაში წელს ეს იყო პირველი მცდელობა, როდესაც დავიწყეთ უშუალოდ ისეთი ფესტივალების და გამოფენების ორგანიზება, რომელიც მიმართულია უშუალოდ მომხმარებელზე. ამ წინაწლების განმავლობაში ძირითადად ჩვენი მარკეტინგული კამპანია იყო მიმართული უფრო კომერციული სექტორის წარმომადგენლებისთვის, ესენია იმპორტიორები, სომელიები, დისტრიბუტორები. ხოლო წელს უკვე თებერვლიდან დავიწყეთ ჩვენ ძალიან აქტიური მარკეტინგული კამპანია, რათა ცნობადობა გაიზარდოს უშუალო მომხმარებელში, რაც შემდგომ გამოიწვევს უკვე მოთხოვნის ზრდას ქართულ ღვინოზე. ამიტომ პირველი წელი იყო ეს, როდესაც შევცვალეთ რადიკალურად ჩვენი მიმართულება ამერიკის შეერთებულ შტატებზე. შეიძლება ითქვას, რომ წარმატებულად ჩაიარა, ყავდა უამრავი ასე ვთქვათ, ვიზიტორი, რომლებიც პირველად სინჯავდნენ ქართულ ღვინოს და ზოგიერთმა მათგანმა პირველად გაიგო, რომ ჯორჯია არის, ვთქვათ, ცალკე ქვეყანა საქართველო და არ არის, ვთქვათ, შტატი. ანუ ამ მიმართულებით, ვთქვათ, რა გამოცდილებას დაგვიგროვდა, მიგვაჩნია, რომ ეს კამპანია კიდევ გავაგრძელოთ მომავალ წელს და რაც შეიძლება მეტი და ბევრგან ვისაუბროთ ქართულ ღვინოზე და მოვიცვათ ორივე სეგმენტი, როგორც ვთქვათ, კომერციული მიმართულება და იმპორტიორები, ასევე სამომხმარებლო სეგმენტი. თქვენ ახსენეთ, რომ თავის ღვინოს აწარმოებენ და ზოგადად უამრავი დარწმუნებული ვარ, სხვადასხვა ქვეყნის ღვინო აწარმოდგენილი ამერიკულ ბაზარზე. რამდენად კონკურენტუნარიანია ქართული ღვინო ამ საკმაოდ მასშტაბურ ბაზარზე და რა არის ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ცდილობთ, რომ გაუწიოთ ამ დიდ ბაზარს კონკურენცია? ეს არის ფასი, ხარისხი, არ ვიცი, შესაძლოა შეფუთვა. პირველ რიგში ალბათ ის ისტორია და კულტურა, რაც ქართულ ღვინოს გვაქვს და რაზეც თქვა ჩვენ საუბრობთ, ხომ? ალბათ არ არსებობს, დამტკიცებულად არ არსებობს ქვეყანა, რომელიც არის ღვინის სამშობლო ამ ეტაპზე მეცნიერულად დამტკიცებული. შესაბამისად, საკომუნიკაციოდ გვაქვს ძალიან კარგი ისტორია მოსაყოლად და რაც თავისთავად გულისხმობს, რომ უკვე განსხვავებული ხარ, რაღაცა ახალია, მათთვის უცხოა, ასევე გვაქვს უნიკალური ქვევრის ღვინო. ეს თქვა ღვინის დაყენების ტექნოლოგია არის მათთვის ამერიკელებისთვის განსაკუთრებით საერთოდ უცხო და უცნობი. შესაბამისად, ძალიან ბევრი სწორი გზავნილი გვაქვს, როდესაც ვცდილობთ, რომ ბაზარზე შევიდეთ და ადგილი დავიმკვიდროთ. რა თქმა უნდა, რაც შეეხება საფასო კატეგორიას, ხარისხს, თქვა იგივე შეფუთვას, ეტიკეტს და ბრენდინგს, კომპანიები სისტემატიურად ატარებენ კვლევებს, ასევე ჩვენც ვეხმარებით და ვატარებთ ბაზრებზე კვლევებს, რა მოთხოვნა, როგორია მომხმარებლის ქცევა, რა არის ბაზარზე, ვთქვა, მნიშვნელოვანი და ზოგადად დღესდღეობით ღვინის თარო იმდენად გაზრდილია, რომ აუცილებლად რაღაც ნიშური განსაკუთრებული უნდა იყოს, თქვა, რომ მომხმარებელმა ამხელა თავიდან აკარჩიო. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ბრენდინგი, მნიშვნელოვანია შეფუთვა, რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია ხარისხის და ფასის თანაფარდობა, რადგანაც მომხმარებელი რო იძენს, თქვა, პრემიალურ ღვინოს და იხდის დიდ თანხას, უნდა მოლოდინი აქვს, რომ ხარისხი შესაბამისი უნდა იყოს. ხარისხის კუთხითაც უკვე შეიძლება ითქვას, რომ ამის პრობლემა აღარ დგას, ქართული ღვინის ხარისხი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, შესაბამისად კონკურენტუნარები ვართ ბაზარზე და ვცდილობთ კიდევ უფრო მეტად, რაც შეიძლება ზოგადად ქვეყნის ცნობადობა ამამაღლოთ, რომ უკვე შემდგომ გაყიდვებზე იმოქმედოს ამან. რამდენად დაიხვეწა ბრენდინგი და ზოგადად რამდენად წარმომადგენლობითია ქართული ღვინო მსგავს გამოფენებზე, რამდენად იქცევს ყურადღებას. თქვენ წლებია ქართული ღვინის კომპანიებთან თანამშრომლობთ და როგორია თქვენი დაკვირვება ღვინის ეროვნული სააგენტოსი, რამდენად უწყობენ ფეხს თანამედროვე მარკეტინგულ ტენდენციებს, მოდით ასე ვთქვათ. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში რადიკალურად შეიცვალა, ძალიან დაიხვეწა.
ზოგადად კერძო სექტორის მიზანი და ჩვენიც არის მოხდეს ბაზრების დივერსიფიცირება და არ ვიყოთ ერთ რომელიმე ბაზარზე ჩამოკიდებული. შესაბამისად, ეს რომ მიაღწიონ, მათ უწევთ კიდეც რომ ფეხი აუწყონ საერთაშორისო ტენდენციებს. ეტიკეტების კუთხითაც შეიძლება ითქვას, რომ როგორც მცირე მარნები, ასევე დიდი კომპანიები ძალიან წინ წავიდნენ და შეიძლება ითქვას, რომ არ ჩამოუვარდებით მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას ამ კუთხით. თუ აქვს მნიშვნელობა, სად გზავნიან ღვინოს? ამის მიხედვით თუ ხდება ბრენდინგი ქართული კომპანიებისთვის, იმიტომ რომ შესაძლოა ამერიკაში აბსოლუტურად შესაძლოა კი არა და ამერიკაში სხვანაირი მომხმარებელი იყოს, ჩინეთში სხვანაირი და ასე შემდეგ. ამას რამდენად აქცევენ ყურადღებას? კი, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი განმაპირობებელია ბრენდინგის დროს. ამერიკელი მომხმარებელი სრულიად განსხვავდება იგივე ვთქვათ აზიელი, ჩინელი მომხმარებლისგან, როგორც ბრენდინგის იგივე ფერების ახმის კუთხითაც. როგორი ღვინოები მოსწონთ, აქვე ჩაგეკითხებით, ვთქვათ ამერიკაში რა ღვინოებზე არის უფრო აქცენტი და ვთქვათ ჩინეთში რა ღვინოებზე და სხვა ევროპულ ქვეყნებში. აზიაში შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტად აქცენტი კეთდება ქვევრის ღვინოზე, იგივე ჩინეთში, იაპონიაში ძალიან დიდ პატივს სცემენ ისტორიას და იმ ისტორიას, რასაც ჩვენ ვუყვებით. შესაბამისად, ქვევრის ღვინო მათთვის არის რაღაცა ახალი, უნიკალური და ქვევრის ღვინო იყიდება პრემიალურ სეგმენტს. შესაბამისად, კომპანიების უმრავლესობა ძირითადად უფრო მოთხოვნა არის, რა თქმა უნდა, ქვევრზე. თუმცა ჩინეთში შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნა ბოლო წლებში გაიზარდა წითელ ღვინოზე, საფერავზე და ასევე საფერავზე ვაკეთებთ აქცენტს ქვევრთან ერთად ამერიკის და სხვა საერთაშორისო ბაზრებზეც. რას უყვებით ხოლმე გამოფენებზე მომხმარებლებს და რამდენად ინტერესდებიან აი იმ ისტორიით, რაც თქვენ თავიდანვე აღნიშნეთ. ეს არის მათთვის რაღაც გარკვეულწილად გადამწყვეტი ქართული ღვინის შეძენის დროს. თუ აი უფრო რას აქცევენ ყურადღებას, უფრო გემოვნურ თვისებებზე ეკეთებენ აქცენტს, უფრო შეფუთვაზე. რა არის ხოლმე გადამწყვეტი? აი ყველაზე დიდ დაინტერესებას რა იწვევს თქვენი დაკვირვებით? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ისტორია და კულტურა, როდესაც იგებენ, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო. შემდგომ უკვე, რა თქმა უნდა, ეს 8000 წლიანი ისტორია, უწყვეტი ტრადიციები, თუმცა ისტორიის უკან ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელს, მით უმეტეს დღესდღეობით აჩვენოს ახლა სათხარ, ანუ გარდა იმისა, რომ ვთქვათ, გქონდა ამხელა წარსული და ისტორია. შესაბამისად, უკვე შემდგომ მთავარი შემოდის, ანუ ზოგადად, რა თქმა უნდა, ხარისხიც, რა თქმა უნდა, გემოვნური თვისებები რამდენად შეესაბამება მომხმარებლის სამომხმარებლო პალეტს და რა თქმა უნდა, ვიზუალი. ყველა ასპექტში უნდა იყოს თოთ კონკურენტუნარიანი და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ კერძო სექტორი ამას საკმაოდ წარმატებით ახერხებს და მით უმეტეს ჩვენი დახმარებით, როდესაც ვეხმარებით, რომ მიიღონ მონაწილეობა გამოფენები იქნება თუ ფესტივალები საერთაშორისო ბაზრებზე. თამთა დღესდღეობით ძალიან ბევრი ღვინის კომპანია არსებობს საქართველოში. რა კრიტერიუმებით ხდება ხოლმე ამ კომპანიების შერჩევა, როდესაც საერთაშორისო გამოფენებზე გინდათ რომ წარადგინოთ ქართული ღვინო? ვის აქვს უფლება, რომ ასეთ გამოფენებში მიიღოს მონაწილეობა? პირველ რიგში უფლება აბსოლუტურად ყველა კომპანიას აქვს, ვინც რეგისტრირებულია ჩვენთან სააგენტოში. გააჩნია გამოფენის და ფესტივალის ფორმატს. პირველ რიგში, ანუ არის გამოფენები, სადაც აქცენტი კეთდება მცირე საოჯახო მარნებზე, შესაბამისად სეგმენტიც შესაბამისი არის, ანუ იგივე იმპორტიორი მოვა თუ მომხმარებელი, მათი მოლოდინი არის, რომ ისინი დააგემოვნებენ ეგრეთ წოდებულ ნატურალურ ბუნებრივ ღვინოებს. არის გამოფენები, სადაც მაგალითად მნიშვნელობა ენიჭება და ძირითადი სეგმენტი არის ადგილობრივი სადისტრიბუციო არხები და ამ ფესტივალებს და ამ გამოფენებზე ძირითადად კრიტერიუმი არის, რომ კონკრეტული კომპანია ღვინო უნდა უკვე არსებობდეს ბაზარზე. და არის საერთაშორისო გამოფენები, რომელიც უკვე საერთო და დიდი პლატფორმა ახალი კომპანიებისთვის, ან ახალი იმპორტიორის მაძიებელი კომპანიებისთვის.